მოგესალმებით უყოლას, ეს არის თემურ გვარაძე და დღეს ვითამაშებთ და დღეიდან ვიწყებთ კიდევ ახალ ერთ-ერთ თამაშს, რომელსაც ქვია Spin Tires. ამას დიდი ხანი გვირდებოდით ამ თამაშს და რა ვიცი, რა შემიძლია გითხრათ ამ თამაშზე. ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური თამაში, ჯერ გრაფიკის მხრივ, მერე თვითონ gameplay-ის მხრივ და ყველა დანარჩენი და რა ვიცი, შეიძლება თქვათ ასე თქვათ, რომ მე ცოტა უფრო მოსაწყენი თამაშები, ანუ სხვებისთვის მოსაწყენი თამაშები მომწონს. ძირითადად ისეთი თამაშები, რაც საფიქრალია, ცოტა საწვალებელი და რაღაცა. მოკლედ ეს თამაში რაზე არის დამოკიდებული, ანუ მისიები უნდა შეასრულო, ტალახებში და იმეებში ისე იარო, რომ არ გაიჭედო ძალიან, ასე ვთქვათ. ბერმა იცით ეს თამაში უეჭველი. ძირითადად რა ხდება, ძირითადად კიდე რუსული მანქანები არის ამ თამაშში და მოდი ახლა უცბად გადავრთავ როკაზე და შევხედოთ აზია რა უნდა გავაკეთო. так, მოვიდეთ, აქ მოვიდეთ ლამბერთან. გონი სწორად მახსოვს, მგონი აქ უნდა მივიდეთ ჯერ და მერე უნდა წავიღოთ აქიდან იქ. ყოველ შემთხვევაში პირველი let's play-ისთვის მოდი აქიდან აქამდე მივიდეთ მშვიდობით. ეს cloaking point-ები მოხსნათ აქ აუცილებლად და ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ რომ მოხსნათ და так, ესე იგი ადრე ვითამაშე ეს თამაში ძალიან დიდი ხნის წინ და ხიდები გადავრთოთ, ყველა პაგრიშკა უნდა წაიღოს, რომ არ გავიჭედოთ ეს. ხო და პახოვდო, რა თქმა უნდა იარო მისიების შეასრულა, პახოვდო დაზოგო ბენზინი და ასე შემდეგ. რასაც გთხოვთ ერთადერთი არის, რომ უბრალოდ თამაშში დააკვირდით გრაფიკას და ტალახი როგორ იგლისება და რაღაცა. მე ახლა ვიდეოს HD-ში ვიღებ, რა თქმა უნდა. ხო და YouTube-ზეც ეცადეთ, რომ HD-ში ჩართოთ ეს ვიდეო და თუ ინტერნეტი ასე ვთქვათ გიკაჩავთ, აუცილებლად რომ ნახოთ სრული გრაფიკით. და იქითკენ ტყე არის, მოდი აქედან გავიდე ჯობია. არა, აქედაც ტყე იქნება, ვაფშე ტყეში ვარ, მაგრამ აქეთ უფრო რაღაც გზას გავს. იმიტომ რომ არ მინდა სადღაც ისეთ ადგილას გავიჭედო, რომ მე ვერ იქით გზა გამოჩნდა საკაიფოდ და აქ ესე გადავიდეთ ნელ-ნელა, ქვები არ დავაზიანოთ მანქანა. და მოკლედ ესეთი სამხედრო მანქანების პონჩი არის, უფრო ზიმი, ზილი და რავი სხვადასხვანაირი რუსული მანქანები. აქ უკვე ხიდები ამით შეგვიძლია გამორთოთ მგონი. არა, ჩაიფლო უკანა პაგრიშკა, აქ ვჭირდება ჩავრთოთ ყველაფერი, რომ არ გავიჭედო. მერე ლიბიოტკებიც არის და რაღაცეები. არ ვიცი, ამ მანქანით შემიძლია მე საერთოდ ტვირთის აღება? არა მგონია, უნდა მოხსნა ამას ტვირთი. მაინც პროსტა ისე gameplay-ისთვის ვითამაშოთ რა, ასე ვთქვათ. და ცოტა მოტრიალდები ახლა, იმიტომ რომ ეს დახოდი კი ვართ, თლად ისე ეს დახოდი და სპაიდერმენი ერთად არა ვართ არანაირად. ხო და წავიდეთ აქედან გზა მოვძებნოთ საკაიფოდ, ცოტა წავადორმზოთ ნელა. ხო და ანუ რო უყურებ თამაშს, ძალიან რეალისტური თამაშია, თითქოს მართლა ვიღაცა გრუზავიკი დადის და რაღაც. ანუ let's play-ში ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, ჩემი აზრით, რომ ვითომ მართლა ვიღაცა ბაზრობს და პახოვდო ნამდვილ მანქანას ატარებსო. იქიდან ცოტა დავზადნოთ. პროსტა ერთადერთი ამ თამაშს რაც ყველაზე ცუდი აქვს, ეს არის ანუ თამაშის კამერა. კამერის კონტროლი, როგორც ტანკი ონლაინში არა გვაქვს ჩვენ წესიერი კამერა და სიამოვნება, მარტო სპექტორებს რომ აქვთ, კაროჩე, ეხლა ამოწიოთ როჩინიკი, შევიხედოთ იქით რა ხდება. კამერა, რა უარგისი კამერა, ვერ დაინახა ვერაფერს. შეგიძლია ესე გააკეთო. так, აქედან თუ შემოვძვრებით, მაშინ მგონი უნდა ჩავწიოთ როჩინიკი, თორე ვერ შემოვალთ. კი, ვერ დავძრავთ საერთოდ მანქანას. так, ეხლა დავზადნოთ. ჯემსკენ აიღე, ჯემსკენ. ხო, აიგე. ხო, ეხლა დავაი წინ მიდი და ეგ არის, გასული ხარ ჩათვალე. ოპა, აიგე. სტაიანშიკიც გამოვედი. ესე ნელ-ნელა გადმოვიდეთ. так, ესე იგი გადმოვედით. ყველაფერმა კარგად ჩაე კამერა. რომელი იყო, ესე. так, ეს წინა ყოფილა, ეს უკანა კამერა. ცოტა დავაშოროთ, იმიტომ რომ ვერ ვიტან ხოლმე თამაშებში, რომ
საშინლად რომ მიახლოებული არის ხოლმე კამერა იმასთან რა ქვია. თვითონ სათამაშო ობიექტთან ან თამაშის. ან მანქანასთან ან ასე. ოპა, გადავჭყლით ეთხეები. გარემოს დაცვის კი არ და გამწვანების სამინისტრო არ დაგვადგეს ახლა. და გვაქვს ორი გზა. მოდი იქიდან წავიდეთ, იმიტომ რომ იქ რაღაც ძალიან აცაბაცა გზები არის. მიშა მაგ გზები არ დააგო რა არის, რა უბედურება. так, ესე იგი ავედით, ავა იმედია. ნახეთ, აი პაკრიშკებს დააკვირდით, რა კარგად იგრიხება. კაი ფიზიკა აქვს თამაშს, ვერ ადის. ცოტა აქედან გვერდულა დავიდეთ. უხ, შენი როგორ ცუდად იფლობა, ტალახიანი ის არის ადგილი ამ. ხო და მიდი გიჟო, მიდი. მაწე მალო. მაწე, მიდი. ელა კალო მარცხინა მე არ მოგივიდეთ. ავიდა, გავედით ამ ტალახებში და უბედურებებში. და მივდივარ სადღაც ტყეში ჯურღუმულში. ნეტა ცხოველები არ იჩთებიან, ამხელა ტყე არის ბუნება რაღაც. ისე რამე ხარჭიკები და სოკები წამომიღოთ ჩემთვის რამე საკაიფოდ ბუნებაში გავშლით საკაიფო პიკნიკი რაღაცა გაასწორებ და მამით. და ესე იგი იქიდან მოგავიდეთ ცოტა იქიდან. ეგ არის, მიდი გიჟო, მიდი მე მჯერა შენ. და კამერა ცოტა ჩავიხე, ერთ წამი რუჩინი ამოწია და ეს რუჩინი იმენა ცვეჩია. და აქედან ცოტა წვრილი გასასვლელია, მაგრამ იქით მანქანის ნავალი ჩანს და მგონი ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს. და შემოვატრიალოთ კამერა, ესე. და დავტკბეთ ამ თამაშის ვიზუალით, ასე ვთქვათ, ნემერა გადმოვიდეთ. ოპ. აი. ჩამოცურდა სპონჩი. შეიძლება ამ თამაში ძალიან მარტივად უბრალოდ მიადგა და იარო, მაგრამ ნუ რამდენად მუღამში იქნები მაგის მერე არ ვიცი. ოპ, მიდი. არა, აქ არ მგონია რომ ამოვიდე მე. ლიბიოტკა და კაი ცხოვრება არ მაქვს, ხო? ყველაფერი ხიდი ჩართულია. გავიჭიდე სპონჩი. так, ერთ წამი advanced-ში ლიბიოტკით გონი შემილია რომ აქ ამოვიდე. წესით. так, ლიბიოტკით ამოვედი. так, ერთი წამი იმას ვიზავ, კონტროლში შევამოწმებ უბრალოდ ლიბიოტკის გამოყენება როგორ უნდა. winch pull F გამახსენდა. ესე იგი ახლა აი ლიბიოტკას თუ მივაწვევით. აი ცა ესე გავაკეთებ არა. აი ეს. და იყურეთ ლიბიოტკა იჭმება და გასმი უნდა მივაწვეთ პახოვდო. hello. ატო არ მიდის ჩემ პიპია. ატო არ მიდის და აი ახლა წავა. არა, ეხაც არ მიდის. advanced mode-დან გამოვიდეთ, აი ახლა წავა. და პახოვდო ლიბიოტკით ამოვკაჩოთ მანქანა. შეგენაცვალ. აი რატო არის ეს თამაში ესეთი საინტერესო? ესე იგი თოკი გამოვაბით ხეს და ამოვძვერით საკაიფოდ. так, ეხლა ჩავხსნათ ლიბიოტკა. თოკი, ბაწარი. так, შემოვატრიალეთ კამერა და advanced mode-დან გამოვიდეთ და დავზადნოთ. ცოტა იმედია ისევი ქარ ჩავარდები თუ რამე არაფერია. ჩავიდა ჩემი სად. ვა, ავყირავდი, არა ჩემი, არ აყირავდი. ეს რა არის ჩემი რა? აი ისა რა ქვია, ხელი მაინც მიიფარე სირცხვილი რა ბიჭო გიჩანს ყველაფერი. так, მოდი ახლა ლიბიოტკის ადგილი მოვძებნო, ძალიან უშნოდ გავიჭედე, ისევ იგივე ადგილას მივაბავ ალბათ. და დავჭიმოთ. აი ესე გასწორდა. так, advanced mode გამორთოთ და go boy. так, ყველაფერი ჩართული მაქვს, მაინც ვერ ამოდის. ნახოთ რა ხდება გარშემო. ცოტა საწვალებელ თამაში, ანუ მიჩვევა უნდა დამღამბა. რული არის ეს მოხვეული და იმიტომაც ვერ ამოდის ალბათ. მიდი. არა, უჭირს. ნიუჟელი ყველაფერი გამორთული. так, შევხედოთ ერთი რა ხდება აქა. რაღაცამ უშნოდ გავჩხირა ძალიან. ესე იყოს. так, ეხა სადაც არის უნდა გამოვიდეთ წეს. თან ცოტა ლიბიოტკაც მოგვეხმარება მაგაში.
მიდი. მიდი ამოდი რა, გთხოვ ამ შენი. ოკეი, ჩავხსნის ვიდეოდკას და დავზადნავ ცოტა, იმიტომ რომ აშკარად ცუდად. აუ ეხლა ფუ რატო ვერ ამოვდიოდი, გინდა გითხრათ? რატო და რუჩნიკი მქონდა ამოწეული? რუჩნიკით იმენა Fast and Furious-ი ხარ. მე წავთქვი ახლა მანქანა. Так, ისე რუჩნიკი სად არის? არა, ესე? შე ახლა რუჩნიკი ჩაწეული, ახლა წესი თუ უნდა ამოვიდეს. ო, აი ეგრევე შეეწყო. ლიბიოტკა, მიდი. აი ეგრე. აი. Так, გავწიოთ იქით. ლიბიოტკა მოუშვათ და აი ესე. всё. Так, ეხლა აქ ამას მე ჩავხსნი, საკაიფოთ, ესე. და go. წინ იმენა უკან აღარ წავალ მე. შანსი არა. ესეც ჩვენი პირველი თავგადასავალი. პირველი 10 წუთი gameplay-ის. ვეცდები ცოტა ვიჩქარო, რომ დანიშნულების ადგილზე მაინც მივიდეთ თავის დროზე. ისე აქ დროში შეზღუდული არ ახარ და რაღაცა. ეგ არის კარგი. ანუ იქ patience game-ზე რამდენი ხანიც გაგისწორდება. ნუ კიდე რას დავამატებდი თამაში? მე ცოტა რამე მუსიკა ყოველთვის შეგიძლია ჩაერთო კომპიუტერში და ისე ითამაშო ეს თამაში და ცოტა უფრო რაიმე actions დავამატებდი. მართალია ეს თამაშის სიმულატორი არის და ყველაფერი. მაგრამ თავისი ცოტა action-ი რაიმე რო იყოს რა, ეხა მე game designer-ი აქ არა ვარ და არავინ ისეთი, მაგრამ როგორც მოთამაშეს რაღაც უფრო მეტი მოეთხოვება თამაში, აი უფრო ადრე იყო თამაშობდი, ერთ დროს თამაშობდი, ჯიპებზე იყო რაღაცა off-roading-ის სიმულატორი, კაროჩი და იქ იყო აი ძალიან მაგარი ვარგისი გრაფიკა იყო, საშინელი გრაფიკა იყო, მაგრამ თამაშის დიზაინი და აზრი ისე იყო მოწყობილი, რომ გრაფიკას ჩვენ უკვე აღარ უყურებდით. მე და ერთი რამდენიმე ადამიანი ვთამაშობდით მაგას და თამაშს ერქვა კაბელას Off-Road Adventure 4-4-ზე თუ რაღაცა ეგეთი კაროჩი რა, მესამე ნაწილი იყო გაგრას მახსოვს. და იქ უნდა რა ვიცი, აფთიაქში ისა წამლები უნდა მიგეტანა ვიღაცისთვის და ვიღაცისთვის ცხენის შრატი უნდა მიგეტანა და კაროჩე უთვალავი და უამრავი ის სხვადასხვანაირი ჯიშის და წყობის მისია იყო. ხალხი უნდა მიგეყვანა და რა ვიცი, რა ჩამოთვლის კიდე 1000. მერე გადადიოდი, ანუ აქ ეხა ამ თამაში ერთი მაპი არის კონკრეტულად, ანუ ერთი დიდი მაპი, ანუ open free world-ი არ არის, კაროჩე რა, პროსტა მაპი არის. სადღაც ჩავძვერი და იმ თამაში გადადიოდი სხვადასხვა ტურებში, ანუ ერთ ხოდზე შეგიძლია წასულიყავი ზაფხულიდან უდაბნოდან ზამთარში და ტრაქში და ჯანდაბაში გასულიყავი. მაგრამ აქ თუ აირჩევ მაგალითად ამ ტურს ქვია Volcano თუ რაღაც ეგეთი კაროჩე. ხო და ძირითადად აი სულ ესეთი ლანდშაფტი გხვდებათ რა წინ, სხვა ისეთი არაფერი მაინდა-მაინც. ესე იგი ზრომიალობ ტალახებში. და მივდივარ დანიშნულების ადგილზე. ის cloaking point-ი მაინც ვერ გავხსენი მგონი, ერთ ზამრუჩნიკს ამოვწევ. და აი სადღაც რაღაცას მივახლოვდი, იქით ხის რაღაცეები ჩანს და так, ჩავხედოთ ერთი წამი რუკას. აგე მოვსულ ვართ უკვე. так, ესე იგი. დაახლოებით, ნუ გზა აქით გამოდის დაახლოებით ესე და ჩვენ ცოტა იქითკენ უნდა ავიღოთ. 108 მეტრი გვაშორებს. იქამდე რა ქვია მისვლაზე. მისასვლელად და ამითი ალბათ დავასრულებ ჩემს პირველ შეიძლება არ დავასრულო, რა ვიცი. ნახოთ გააჩნია რა დაგხვდება იქა. და რა ვიცი, თუ მოგწონთ ეს თამაში აუცილებლად მითხარით და თქვენც შეგიძლიათ დაიწყოთ ამის თამაში თუ Steam-ზე ხართ. Steam-ზე თუ ხართ, გირჩევ საერთოდ ამ თამაშის ყიდვას, ანუ თუ ფული გააქვთ, რა თქმა უნდა, ის რომ იმისა რომ ეს თამაში იყიდოთ. გაგრას ახალი წლები მოდის, მოდი იქიდან ჩავალ. ახალი წლები მოდის და ამ თამაშზეც და სხვა თამაშებზეც Steam-ზე ფასდაკლება იქნება. და რატომ არის კარგი Steam-ზე ამის ყიდვა? იმიტომ რომ ონლაინში შეგიძლიათ ხალხთან შეხვიდეთ და იქ რაღაც მისიები შეასრულოთ, ერთმანეთი ლიბიოტკებით ამოიყვანოთ, ტალახში ჩავარდნილი ტანკები და ტრაქტორები თუ რა ჯანდაბაც არის. так. წავიდეთ ერთი უკან, ნახოთ რა ხდება. ცოტა თუ მივეჯახე და რაღაცა ეგ არაფერია კაცო. ცოტა ძალითაც მივარტყოთ, აი, მივაწვეთ ხეს. კარჩი, აი, წავედით წინ, როგორ მაიმუნობა. ესე გამოვედით.
ეს მანქანა ძალიან მომწონს, იმიტომ რომ 4 ბაგრიშკა მუშა არის და ძალიან საკაიფოდ გადის იმებში, ტალახებში და რაღაცა. როგორც ვიცი, ამ თამაშს და რაღაც აპდეიტებიც მოყვება, შეგიძლია პატარა ჯიპებითი არ დაჟე ვილისით შეგიძლია იარო, ამის სხვა ტური არის, იქ ვაფშე ვილისით შეგიძლია იარო, მაგრამ ვილისი ძალიან ისეთი პატარა ადგილი, ანუ პატარა მახინჯი რაღაცა რა დიდა და არ მევასება, უფრო დიდი მახინა მანქანებით მევასება თამაში. так მოვედით სადღაც და აქ არ მგონია მე ჩემი მანქანით შევძლო რაიმეს წაღება. ნუ მივიდეთ ჯერ ნახოთ რას გვეტყვიან. გავჩერდეთ. Need to install media long trailer. Need to install fuck advanced. Until it fully repaired. Change truck. ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ანუ უნდა წავიდეთ და სხვა მანქანა ვიპოვოთ. მოდი მე ამას აქ დავასეივებ. ეს იყო საცდელი ვიდეო ამ თამაშის და თქვენი აზრები შეგიძლიათ კომენტარებში დაბლა დამიწეროთ. ამ თამაშზე რას ფიქრობთ, გრაფიკა და როგორ მოგეწონათ და ყველაფერი. მე შემდეგ ამის let's play-ს რო გადავიღებ, აუცილებლად წავალ სხვა მანქანას ვიპოვით, რომელსაც შეიძლება უკვე აი იქით მორები რომ არის, ეგეთი მორების დადება. სადაც ახლოში უნდა იყოს, შორს არ უნდა იყოს, მაგრამ არ მინდა ეხლა რომ რაიმე დავიწყო და მე ვერ მივაგნო და let's play გაგრძელდეს ძალიან დიდი. მოკლედ, ამითი დამთავრდა ესა, თქვენი აზრები აუცილებლად კომენტარში, ეს იყო თემურ გვარდზე, კარგად ბრძანდებით.